უსაფრთხოების აკადემიასა და კომპანია ბიოდიზელი ჯორჯიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელმაც პროფესიული განათლებისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი. მემორანდუმის მიზანი ორი ორგანიზაციის ცოდნის გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაერთიანება და კონკრეტული პრაქტიკული შედეგების მიღწევა იყო. თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, როდესაც მწვანე ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკული მდგრადობა სულ უფრო აქტუალური ხდებოდა. უსაფრთხოების აკადემიას და ბიოდიზელი ჯორჯიას შორის დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საწყისი განახლებადი ენერგიების და ბიომიმართულებით ქვეყანაში ბევრი საინტერესო პროექტის და ღონისძიების დაგეგმვის ნაწილში. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა იქნება ძალიან ეფექტური, მოიცავს დარგის ექსპერტებს, ბიზნესებს და ვფიქრობ, რომ შედეგები, რომელიც ამ მხრივ დაიდება, იქნება მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოებრივად, ისე რეგიონალურად და ვფიქრობ, რომ ერთიანი ძალებით ძალიან კარგ საზოგადოებრივ საქმეს გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, ხელი მოეწერა მემორანდუმზე თანამშრომლობის შესახებ კომპანია ბიოდიზელი ჯორჯიასა და უსაფრთხოების აკადემიას შორის. მოგეხსენებათ, ბიზნესი განათლების გარეშე არის წარმოუდგენელი, განსაკუთრებით ისეთი ბიზნესები, როგორიც არის ნარჩენების მართვა, ნარჩენებისაგან კონკრეტული პროდუქტების მიღება, ცირკულარული ეკონომიკა, სადაც საჭიროა ის ცოდნები, პრაქტიკები, გამოცდილებები, რომელიც არის ძალიან თანამედროვე, მაღალ ტექნოლოგიური და ასე ვთქვათ, ყოველდღიურად სწრაფად მზარდი, განვითარებადი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მუდმივი მხარდაჭერის გარეშე განათლების მიმართულებით წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის ბიზნესების განვითარება. ბიოდიზელი ჯორჯია საქმიანობდა ნარჩენების რესურსად გარდაქმნის, ბიოდიზელის წარმოებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. გამოყენებული ზეთისა და სხვა შესაბამისი ნარჩენების გადამუშავებით კომპანია გარემოს დაცვითი პრობლემის ეკონომიკურ რესურსად გარდაქმნას უწყობდა ხელს. სწორედ ამ საჭიროებას უკავშირდებოდა უსაფრთხოების აკადემიის როლი. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიზანი იყო სასწავლო პროცესი რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად დაეახლოვებინა და სტუდენტებისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოფარგლულიყო. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებსა და მსმენელებს შესაძლებლობა ეძლეოდათ უშუალოდ გაცნობოდნენ მწვანე საწარმოს საქმიანობას, ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების პროცესს, ბიოდიზელის წარმოების ტექნოლოგიას, გარემოს დაცვით მოთხოვნებსა და საწარმოში მოქმედ უსაფრთხოების სისტემებს. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებდა სასწავლო ვიზიტების, პრაქტიკული მეცადინეობების, სამუშაო შეხვედრების, საჯარო ლექციებისა და პროფესიული ტრენინგების ორგანიზებას. მოგეხსენებათ, ჰოლდინგი ბიოდიზელი ჯორჯია ეს ის სახელგანთქმული კომპანია, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში განახორციელა ალტერნატიული ეკომეგობრული საწვავის ბიოდიზელის წარმოება, რასაც მოყვა კიდევ მრავალი მწვანე პროექტი. ამან შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, შექმნა ახალი მოთხოვნილებები სპეციალისტების არსებობისა, რომლებიც დასაქმდებიან ბიოდიზელი ჯორჯიას მიერ განხორციელებულ ახალ პროექტებში და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების აკადემიის კადრები და ბიოდიზელი ჯორჯია თანამშრომლობდნენ. კარგია, რომ ბიზნესი ძალიან დაკავშირებულია მეცნიერებასთან და ახალ კვლევებთან, იმიტომ რომ განახლებადი რესურსების არის ახლა უკვე მომავალი კი არა დღევანდელობა, რადგან ყველა ის რესურსი, რომელსაც მწვანე ენერგიებად მოვიაზრებთ, ეს არის ჰიდრორესურსები, ეს არის გეოთერმალური წყლები, ეს არის ბიომასა და აი ეს ყველა ჩვენი რესურსი, რომლითაც ძალიან მდიდარია ჩვენი ქვეყანა, აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული და გამოყენებული, თუ ჩვენ გვინდა, რომ აი ამ შავი ზღვის კაბელით გაიაროს მწვანე ენერგიებმა, ევროპას მივაწოდოთ ენერგია, ეს ჩვენი ეკონომიური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს. მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პრაქტიკის, სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობების განვითარებაც იყო. მხარეების შეფასებით, როდესაც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და ბიზნესის სასწავლო პროცესის დაგეგმვის ეტაპიდანვე თანამშრომლობდნენ, სტუდენტი უფრო რელევანტურ განათლებას იღებდა, ხოლო დამსაქმებელი უკეთ მომზადებულ და სამუშაო გარემოსთან ადაპტირებულ კადრს. მხარეები მიიჩნევდნენ, რომ მსგავსი პროგრამების შინაარსის განსაზღვრაში ბიზნესის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ დამსაქმებელს ჰქონდა ყველაზე ზუსტი წარმოდგენა იმ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებზე, რომლებიც თანამედროვე სპეციალისტს სჭირდებოდა. ბიოდიზელი ჯორჯიას ექსპერტების მონაწილეობა კი სასწავლო პროგრამების რეალურ საწარმოო პროცესებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებას შეუწყობდა ხელს. ხელმოწერა მოხდა უსაფრთხოების აკადემიასა და ბიოდიზელ ჯორჯიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა, რომელიც ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს. პირველი ეს გახლავთ ბუნებრივია იმ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, რომელიც საბოლოო ჯამში აღზრდის კადრებს კერძო ბიზნესის განვითარებისთვის,
შექმნის მეცამუშაო ადგილს და ბუნებრივია ის კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რომელიც საჭიროა, რომ განვითარდეს ქვეყანაში, ვინაიდან ეს გახლავთ აბსოლუტურად ახალი, ნოვატორული მიმდინარეობა. ამას ემატება ის, რომ საქართველოში შეიქმნება კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ კერძო ბიზნესსა და საგანმანათლებლო უწყებას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნება ახალი პროგრამა, ერთი არა, რამდენიმე პროგრამა, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ისეთი კადრების განვითარებას, რომლებიც არა მხოლოდ თქვათ კერძო ბიზნესში წავლენ, არამედ სამეცნიერო მიმართულებითაც იმუშავებენ და შექმნიან ახალ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მათ შორის ახალ სიახლეებს, რომელიც დაეხმარება უკვე მომავალ თაობას განავითარონ თავიანთი პროფესიები. მხარეების საბოლოო მიზანი ისეთი სპეციალისტების მომზადება იყო, რომლებიც პროფესიულად კომპეტენტურები იქნებოდნენ, უსაფრთხოების წესებს დაიცავდნენ, გარემოს დაცვით პასუხისმგებლობას გააცნობიერებდნენ და მიღებულ ცოდნას ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის გამოიყენებდნენ. უსაფრთხოების აკადემიასა და ბიოდიზელი ჯორჯიას შორის გაფორმებული მემორანდუმი სწორედ ასეთი თანამშრომლობის დაწყებას ნიშნავდა. თანამშრომლობის, რომლის შედეგადაც მხარეები თანამედროვე სასწავლო პროგრამების შექმნას, პროფესიული კადრების მომზადებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური რესურსების განვითარებასა და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას ისახავდნენ მიზნად.